გრძნობს თავს კაცი, რომელიც ორსართულიან მანქანაში ჟის და მხოლოდ სახლში მისვლის დროს აღებს ტერფებს მიწას, მაგრამ ვიცი რაც ფიქრობს კაცი, რომელიც დღე და ღამ ფეხით დადის უმისამართოდ. არ ვიცი რა ესიზმრებათ მათ ვისაც კომფორტულ ლოგინში თბილად ძინავთ, მაგრამ მინახავს ბავშვი, რომელიც მიწის ქვეშა გადასასვლელებში ტეხავს ღამეს, იმიტომ რომ შიმშილი არაცინებს. მისი შუბლი პირჯვრის წელისგანაა გადატყავებული, რადგან ხელები უკანკალებს შუბლთან მიტანისას წარმოდგენაც არ მაქვს, რაც განიცდიან, როცა ჯეკპოტს იგებენ. ან მამის ქონებას ფლანგავენ, მაგრამ ზუსტად ვიცი რაც გრძნობს ღამის 3 საათზე სიგარეტის სათხოვნელად გამოსული კაცი ცარიელ ქუჩაში, რომ ვიღაცას მოვანდავს. არ ვიცი რატომ სხედარ შესანიშნავ გოგოები შესანიშნავ მანქანებში, არა შესანიშნავ კაცებთან ერთად, მაგრამ ცარიელ ჯიბეებს გეფიცებით მინახავს ისეთებიც ხელჩაკიდებულნი, თუნდაც არასწორ გზაზე სწორი ნაბიჯებით სიკვდილამდე მიხვებოდნენ ერთმანეთს, წარმოდგენაც არ მაქვს, რაც განიცდიან დედები როცა გვაჩენენ, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, როგორ ამტოვებს გულის შიგნიდან, როცა იმედებს ვერ ვუმართლებთ. გინდათ ცრემლები? გადაშალეთ ხელები მამის და აბზაც წაუკითხეთ ყველა ნაოჭი, ღრმად ჩაიხედე მის წარბცმულ თვალებში და მილიონი ნახე გოლგოთა. უყურე მის დამტვრალ მაჯებს და ღმერთი ნახე ჯვარზე გაკრული. ბევრჯერ მინახავს ცაში აფრენილი ბოინგები, ძირსდან არცხვილი, მაგრამ მინახავს ბავშვობაში გაშვებული ქაღალდის თვითმფრინავი, რომელიც დღემდე მიფრინავს და მიაქვს ცაში ჩვენი ოცნებები და სურვილები. არ ვიცი და არც ვიცნობ პიარისთვის დაბადებულთ თმებ გადაწკეპილ ტაშის პოეტებს, მაგრამ ვიცნობ ცალითითის ფლანგზე ჩამოსათვლელ პოეტებს, რომლებიც წერის დროს ტკივილებთან სისხლს ურევენ ნაწერებს, კითხვით სხვებს და შენზე უკეთ გეტყვიან, რომ ცხოვრობ, სად მიდიხარ, რა გაცვია, მაგრამ ისინი ვერასდროს წაიკითხავენ ჩვენს თვალებში ტკივილებს, შინაარსიანად და მე ერთი უბრალო მოკვდავი. ამდენ ბრალიან უკვდავებს შორის ვამბობ, რომ არ ვიცი რა სიტყვით თქვენ ჩემზე, მაგრამ ვიცი რას გეტყვით, ყველა მიყვარხართ, ვისაც სიყვარული შეგიძლიათ.